რამდენს ვაზრობდი ნეა დავკარგე. ეს არ უნდა შემოუშვა რა. ნეა. რა მინდა რა? დიკეტა თუ რა ხდება? რუსებსაც ველაპარაკეთ, მაგრამ მაგათ რატომ ვიღაცას მგონია რომ ძალიან თავზე აქვთ გადაჭრილი. $600 გთხოვდნენ კვადრატში და ზუსტად ისეც გაჩვენებთ, როგორი უნდა გამოვიდეს 2 თვეში. მოვედი. ვითომ მარიდა გიო ვართ რა. ვიღაცამ დაგვეწერა კომენტარებში სხვათა შორის. რამე აქციურად რა. YouTube-ზე დამედო სტრაიკი, ჯერ ცუდი სიახლეებით დავიწყოთ. არანაირი შეზღუდვა არ მაქვს უბრალოდ მაგ გაფრთხილება, სხვათა შორის იყო ბინის ვიდეოზე. წაიშალა იმაქის გამო ეგ ვიდეო. ვისაც არ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი, რეალურად სახზე უკვე 2 ვიდეო დავდეთ, მაგრამ ერთი წაიშალა. მეორე ვიდეოში გაჩვენეთ მიახლოებითი დიზაინი. პირველი დიზაინი არ მოგვეწონა, მაგრამ გაგვიკეთეს მეორე დიზაინი, რომელზეც აი ვეძებეთ, რომ აი რაღაცას ახლა შეიძლება არ მოგვეწონას და აი ვერაფერი დასაწუნი ვერ მოუძებნეთ რა. აი იდეალური დიზაინი გვაქვს ზუსტად ჩვენს გემოვნებაში რომ ჯდება და ახლა წავალთ უკვე დაგათვალიერებინებთ სახლს, დაგათვალიერებინებთ ყველა ოთახის განახლებულ დიზაინს და გაგაცნობთ კიდევ ახალ გუნდს, რომელიც უკვე მუშაობს ჩვენთან, სარემონტო ჯგუფია და კიდევ წავალთ საყიდლებზე. პირველი ვიდეო ყველამ ვიცით რომ ძალიან გავარდა და ძალიან ბევრმა კომპანიამ მოგწერა. დავდეთ მეორე ვიდეო, სადაც სახლი დიზაინერთან ერთად კიდე დაგათვალიერებინეთ. არ მოგვეწონა, იმიტომ რომ ის არ იყო ყოველ შემთხვევაში, რასაც ველოდებოდით, მაგრამ ნეამ როგორც ახსენა, მეორე დიზაინი გავგვიკეთეს და მეორე დიზაინი იყო აი დედის რასაც ველოდებოდით, დაჟე იმ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფერი მოგწონს. ჩვენ ახლა წავალთ სახლში, სარემონტო კომპანიას გაგაცნობთ. ხო, სახლი გაერთიანდა უკვე. ხო, ქონდა 2 სახლი, საერთო კედელი ქონდათ, ეგ კედელი ჩამოინგრა. რემონტი უკვე ხოშიან პროცესში არის და ყოველ ოთახში, სადაც დავდგებით, ფოტოს ნახავთ, ამ ოთახში რა იქნება მოკლედ რა. 3 კვირაა რაც რემონტი დაწყებულია სახლში. საკმაოდ ისე ნორმალურ ფასში გვიკეთებენ იდეაში სახლს. რა გვჭირდება და რაში გვჭირდება კომპანიების დახმარება, მაგასაც იქვე გაგაგებინებ. მოვედით მოკლედ სახლში. ეს არის ერთი სახლის შემოსასვლელი, ის არის მეორე სახლის შემოსასვლელი. ეს კარი მოიხსნება, კარი აღარ იქნება, ვაფშე ეს არკა აღარ იქნება. არც იქეთა კარი აღარ იქნება. კარი დადგება სადარბაზოში. აი აქ, აი ესეთი ერთიანი დიდი სივრცე იქნება მოკლედ და სახლი გაერთიანდება ერთი კარის საშუალებით. თვითონ შიგნით სახლში უკვე ნეა მოგიყვებათ, რა კეთდება, როგორ კეთდება, ზუსტად ისეც გაჩვენებთ, როგორი უნდა გამოვიდეს 2 თვეში. სარემონტო სამუშაოები ჩვენთვის იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ შემოფერხეველი ნაწილი. სულ ყველა გვეუბნებოდა რომ აი ეს რემონტი რო დაიწყება, მერე ნახავთ რა მოხდება. თან გვჭირდებოდა ისეთი სარემონტო კომპანია, რომელსაც ძალიან ვენდობოდით რა და გვინდოდა რომ რაც თუ იქნებოდა დიზაინში, ზუსტად იგივე განეხორციელებინათ რეალობაშიც და ვეძებდით. ბათუმში ბევრი კარგი კომპანიაა, თუმცა საკმაოდ ძვირია ფასები და მართლა არ ვიცი როგორ უნდა გაწოდე ადამიანი. სხვადასხვა ჯგუფებში ვწევრიანდებოდი, Facebook-ზე ზოგადად მოყარს Facebook-ზე ჯგუფებში გაწევრიანება და განცხადებები ვნახე, ამუშავებს შევადარე და გიოს ვეუბნები რომ მე მგონი ვიპოვე გუნდი, რომელიც გაგვიკეთებს, თქო. დავუკავშირდი, რაც მოსახდენია ძალიან მალე ხდება ხოლმე და გიო დაუკავშირდა, დაელაპარაკა და მეორე დღეს შეთანხმდნენ და მესამე დღეს კონტრაქტი დაიდო და ხელი მოეწერა. მე როგორც არა გარკვეული ამ სარემონტო სამუშაოებში უკვე გავერკვიე, რა ტიპად შეიძლება დავყოთ სარემონტო კომპანიის სამუშაოები. ავირჩით აი ასეთი პაკეტი, რომელიც მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ აი შავი, თეთრი, მწვანე კარკასის გაკეთებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ღირებულებაში არ შედის, რატომ მიყურე ფიქრე? რა კარკასის კაც ყველაფერს გვიკეთებ. ხო და მოკლედ ამ ფასში შედის ყველაფერი, გარდა ავეჯისა. ავეჯი და ტექნიკა უკვე სულ სხვა საფასო კატეგორიაში გადაგიყვან. ძალიან მოწესრიგებულად მუშაობენ. ეს კედელი რომ დაინგრა, აი ახლა რასაც ხედავთ, აქ იყო ნახევარი ოთახი, მთლიანად იყო ნანგრევები. 150 ტომარა ნანგრევის იყო, ეს ყველაფერი გაიტანეს თვითონ გარეთაც აწესრიგებენ სადარბაზოს, რომ მეზობლები არ შეგვიწუხდნენ. დენები არის საბაზისოდ ყველაფერი გაყვანილია. ახლა დაგანახებთ ტუალეტებს, იმიტომ რომ აქ ტუალეტებში ჩვენ გაგვიკეთეს თანამედროვე სუპერ ულტრა ტექნიკა თუ რა. კი აღარ გვექნება აი უბრალოდ ისეთი ტუალეტი, რომელიც დგას. არამედ გვექნება აერში გამოკიდული ტუალეტები და ამისთვის გაკეთდა სპეციალური რაღაცა სისტემა, ეს კედელში ჩასამონტაჟებელი. უბრალოდ მიამაყება. ორივეგან ეს არის სტუმრებისთვის
საპირფარეში, სადაც აბაზანა არ არის, ჩვენთან არის რა თქმა უნდა. უკვე იმ ეტაპამდე ვართ მისულები, რომ გვითხრა ჩვენმა სარემონტო კომპანია, ახლა დროაო, რომ ადგეთო და წახვიდეთ კაფელების, მეტლახების, კერამოგრანიტების შესარჩევად. ძალიან მალე მოვა იმის დრო, როდესაც უკვე იატაკიც უნდა ვიყიდოთ. შევეცდებით, რომ დიზაინის მიხედვით მაქსიმალურად დავამთხვიოთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ აჭრელდეს რაღაცეები. კიდევ რა გითხრეს, იცით, ეს კარფანჯარა ხო ძალიან დიდი ხნისა. ხო და ხა ამას ხო ყველას არ გამოუცვლი. ისეთ კომპანიასაც ვეძებთ, რომელიც რესტავრირებას გაუკეთებს ჩვენს კარფანჯარას. კიდევ რაც ყველაზე ძვირი ჯდება ჩვენ სახლში. ჭერი. ჭერში ესე იგი ჩვენ გვაქვს ფრანგული გასაჭიმი ჭერი, გარშემო არის ნეონური განათებები და მარტო ჭერი. ის ბარაბანის ისე სილარი გვიჯდება. ხომ წარმოგიდგენია? დანარჩენს რა ფასი აქ არა? ავეჯი დაჯდება კიდევ ძალიან ძვირი და მე შინია მაგ ეტაპის გადასვლის. დიზაინი უნდა დაგათვალიერებინოთ დეტალურად და აგაქმევინოთ რა სახლში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. წინა ვიდეოს სახლის ვიდეო რო დავდეთ, ვერც სახლი ვერ აღიქვით. სადაც დავდგები, გეტყვით რომ ეს ოთახი, რასაც ეხა ხედავთ, უნდა გამოვიდეს. ესეთი თქო და ოთახების განლაგება როგორ არის და მე უკვე ყველაფერს აღიქვავთ ვაფშე. დიზაინების მერე ავდგებით, წავალთ და ერთად ავარჩევთ სამზარეულოსთვის და ორივე აბაზანისთვის მეტლახებს და იატაკებს და კედლებს და ეგეთ რაღაცებს მოკლედ, იმიტომ რომ 5 სხვადასხვანაირი მეტლახი გვაქვს გასარჩევი საერთოდ რა და მაგასაც აგიხსნით. ეს არის ჩვენი მისაღები ოთახი, ულამაზესი ხედები. ეს მისაღები ოთახი გამოვა დიზაინის მიხედვით ზუსტად აი ასეთი. მეორე მხარეს ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო დიდი კარადა, სადაც მოათავსებდით სუვენირებს თუ წიგნებს თუ რაღაცებს და შესაბამისად აი მთელს ამ კედელს და იქნება აი ასეთი დიდი კარადა, რომელსაც ახლა სავარაუდოდ თქვენ ხედავთ. და აქ იქნება ჩემი ბებიოს ოცნება, ჩვენი სახლი გვექნება დიდი უშველებელი ტელევიზორი. ჩვენ ახალ სერიალებს ხოლმე ამ ტელევიზორში ვიყურებთ და აი აქ დავსვათ. აი ეს არის გეიმინგ ოთახი, რომელიც სულ რაღაც 12 კვადრატია და გეიმინგ ოთახი იქნება აი ასეთი. გეგმავს აქ შეიძლება გაკეთდეს რაღაც ხმის ჩამწერი მინი სტუდიოსავით, შეიძლება აქ სულ ხმის დამუშავების იზოლაციაც გავიდეს, იმიტომ რომ თამაშებმა არ შეაწუხო ჩვენი მეზობლები, რომლებიც ამ კედელს მიღმა არიან. იატაკები და ჭერი გარანტირებულად ასეთი იქნება, როგორცაც ხედავს და ეს იქნება ახლა საკუჭრაო, რომელიც არ ვიცი რამდენი კვადრატია. რა 5-ია. თავარი იყო რომ ეს სარეცხი მანქანები და საშუალო მანქანები ყოფილიყო ცალკე და შესანახი სათავსოებიანი მოკლედ კარადა. აქ ახლა ჩვენ გადავდივართ საპირფარეშოში. სტუმრებისთვის რა? სტუმრებისთვის არის საყოველთაო საპირფარეშო. საპირფარეშოც იქნება ზუსტად ასეთი მინიმალისტური, დახვეწილი და ძალიან ლამაზი. ეს იქნება სამზარეულოში შემოსასვლელი, მაგრამ ეს კარი ამოილუქება და ნეა აქ უკვე ჩვენ ხედავთ კუნძულს, სადაც მე საჭმელებს გავაკეთებ და აქ იქნება მთლიანად სამზარეულო. მოკლედ დიზაინი გამოიყურება აი ასე. და ყველაზე მთავარი რაც აქვს სამზარეულოს ამ სახლში არის ხედები. აქ უკვე წარმომიდგენია აი მეგობრები, ხმაური, რაღაცა ერთად რომ დასხდებით, ხანყავისთან საჭმელს გააკეთებ. და ამ კუთხურ სამზარეულოში აი აქ იქნება ოკარი. ჩათვალეთ რომ ახლა აქ იქნება ჰოლი და მე ჰოლიდან შემოვდივარ უკვე. რასაც ამ პირველად დავინახავთ, იქნება კარადა, ეს იქნება სათავსოებიანი კარადა. ახლა გადავდივართ უკვე პატარა საძინებელზე, იქნება აი ასეთი მინიმალისტური, დახვეწილი და არ ჩამოუვარდება სხვათა შორის დიდ საძინებლებს. ხო და აქ დარჩებიან ჩვენი მეგობრები და მე უკვე გადაკეთდება საბავშვო სივრცე. გადავდივართ ახლა მოკლედ მასტერ ბედრუმზე. ჩვენი მასტერ ბედრუმი გამოიყურება ზუსტად აი ასე. მასტერ ბედრუმში ხედავთ რომ უყურეთ საწოლი ხოდებს აქ და უკან კედელი. ახდება შეიძლება დაიბლე. ამ ბოძიდან ამ ბოძამდე იქნება კედელი გაკეთდება. აქედან იქნება შესასვლელი და აქედან შეხვა უკან იქნება ჩაშენებული პატარა საგარეულო სივრცე იქნება 3-4 კვადრატიანი. არ შეიძლება რომ ავთქვათ რომ უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის დიზაინერულ კომპანია აპროექტეს. ძალიან მაგარი ადამიანები, ძალიან პროფესიონალები.
ზუსტად ის რა გვიკეთეს, რაც ჩვენ გვინდოდა. აპროექტეს Instagram-ი იქნება რა თქმა უნდა აღწერაში. დიზაინერული სასწავლებელი კურსები დაამატეს. შემოსავლიანი სფეროარი და მარტივად ათვისებადია და სახლიდანაც შეგიძლიათ მუშაობა და ჩვენი ოთახის კარი არის ერთადერთი კარი, რომელიც არასტანდარტულია, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ძალიან განიერია. ეს არის აი ოთახიდან რომ გამოდიხარ. აქ იქნება აბაზანა ზუსტად აი ესეთი როგორც თქვენ დიზაინში ხედავთ, დუშკაბინით გამოყოფილი ცალკეულად სხვანაირი გრანიტით გაკეთებული არის, რასაც ახლა დიზაინში ხედავთ, მოკლედ გვერდული კედელი არის. აქეთ მეორე მხარეს ზუსტად იგივენაირად როგორც წინა სააბაზანოში არის ჩაშენებული ტუალეტი, მოკლედ ერთ-ერთში აი ესეთი იქნება ჩვენი სააბაზანო. სახლი ესეთი არის ზევიდან. საგებისიციდან აივანი რო არის, ეხლა ჩვენებთ. აი აქ არის გეიმინგ რუმი. ისაღების გვერდით პირდაპირ არის შესასვლელი და ეხლა პროსტა ჩაკეტილი აქედან. აქ არის ერთი ესეთი წვრილი და გრძელი აივანი. აი ესეთი ხედებით მოკლედ მთელი ბათუმი რა. ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად რა. სამზარეულოდანაც შეგვიძლია შესვლა. აი აქ ესეთი მთების და რაღაცა პორტის და ეგეთი რაღაცების ხედი არის. დიზაინში ზუსტად ამ ხედიდან ჩანს სამზარეულო და ეს არის სამზარეულო. და ჭერს პროსტა დიზაინში დააკვირდით, გარშემო ნეონებია ყველგან გაყოლილი რა, ვაფშე ყველგან ნეონები არის და გასაჭიმი ჭერი არის ყველგან. მაგით სადღაც 1-6-7 სანტიმეტრს ვკარგავთ, მაგრამ მე მგონი არ აუშავს რა. პირდაპირ გეუბნებით, რომ სარემონტო კომპანია არ დაგვიბარტერებია. ვიცოდით, რომ იმ ხელა თანხაზე იყო საუბარი, რომ რეკლამის სანაცვლოდ ვერ გამოგვივიდო და რუსებსაც ველაპარაკეთ, მაგრამ მაგათ რატომ ვიღაცას მგონია, რომ ძალიან თავზე აქვთ გადა $600 გთხოვდნენ კვადრატში და ეს მეუნებოდა რა გინდა ყველგან ასეთი ფასებიაო მეუნებოდა ჩვენი სახლი არის 125 კვადრატი 125 კვადრატი გადაამრავლეთ $600 ტიპები რა ფულს მთხოვდნენ რემონტში მაგ დედამონში რემონტი ავეჯი ტექნიკაც შედის არ შედიოდა რა ხატო იტყვა აი ხო შედიოდა მაგ თანხაში 2 ბაიტს ვიყიდი თავისი ავეჯის ტექნიკით და მონებით ყველაფერი კეთდება მოკლედ რა რასაც არ ვაკეთებთ ჯერჯერობით და არც ერთ კომპანიასთან არ ვარ შეთანხმებული და არის ავეჯის კომპანიები და ტექნიკა თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით რომ გგონიათ რომ მართლა საოცნებო ბინა გამოგვივა და ზუსტად ის გამოგვივა რაც დიზაინშია ისეთი დეტალებით ვიდა გაკეთებული რა ნივთები და რაც დევს მინდა რომ ეგეთი ნივთებიც ვიყიდო და ხანი ძალებისაც თუ გჯერათ რომ გაწვდებით რომ აქეთი კარგი გააკეთოთ და გინდათ რომ დაანახოთ ხალხს რომ აი ასეთი მაგარი კომპანია ვართ და ჩვენ ყველა პირობაზე დავილაპარაკებდით და ძალიან ბევრმა ავეჯის კომპანიამ მოგწერა ბარტერს. ნამუშევრები არ მოგვეწონა, გონია რომ ვერ გააკეთებენ. ჩვენ გვინდა ძალიან პროფესიონალი ხალხი, ვინც ზუსტად იმას გააცოცხლებს, რაც არის დიზაინში. შეიძლება გათბობის კომპანია ამ სახში რეალურად უწევს 7 კარები, შიდა კარებები MDF-ის მოკლედ რა. აქ უკვე გაზომილი არის. აქ არის სტანდარტული ზომები ხალხი. ერთი არის არასტანდარტული, ჩემიდან ნეას ოთახი, იმიტომ რომ დიდი აქ რა ქვია, არკა აქ, ანუ დიდი შესასვლელია. თუ გექნებათ სურვილი, ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ ვართ ხოძე ბრატუხა. მოწერეთ არ ვიცი Instagram-ზე, თუ გინდა Gmail-ზე დამიტოვეთ SMS-ი. ახლა დავამშვიდობოთ და იმედია შემდეგ ეპიზოდში უკვე აბა? ეხლა მივდივართ. ახლა უნდა წავიდეთ ჩვენ კაფელების კერამოგრანიტების შესარჩევად სხვადასხვა მაღაზიებში. ზუსტად ანალოგები უნდა ვუპოვოთ ჩვენი დიზაინის საპირისპიროებს. წამოვყევით მე დანია. ეხლა მივიდეთ მოდულში. ვიდეოც შევარჩიოთ ჩვენი ტუალეტის მეტლახი და კაფელი ისეთი რომ იყოს თანხარისხიანი და თან წარმომალი და დიზაინთან მიახლოებული. ეხლა იმის დრო დადგა რომ სუფთა სამუშაოები დაიწყოს რა. ამ ვიდეოს როცა უყურებთ, დაწყებული არის მეტლახების და სუფთა სამუშაოების გაკეთება. ნახე რა კაი რაღაცები არის. ოპა, შეაჭრა მაინც. მე აქ არავინ არაფერს არ მეკითხება როგორც ხვდები. 4 სხვადასხვა მეტლახი გვა გასარჩევი. იატაკის გაკეთება გვინდა, აი ესე რა. აი დიზაინში ხა შეგახედებთ და უცებ მიხვდებით რა. და ანუ ესეთი პატარა ფილები არის, მეორე არის პირდაპირ ესეთ წყობით რო არის მოკლედ. ჩვენ აი ესეთი გადასვლები არ გვინდა რა. იმდენად თხელი არის რომ ამას ჭირდება თვითწორებად იატაკიო, ხო? ვინირია. ვინირი კი არა, ვინილიდები. არ დაგწვან ვიდეოს გადაღებას თორე გავაკეთე. აი ვანზეც გავაკეთებდი კარგად. $800 ამ ბიჭებმა გითხრეს ყველაზე იდეალური დრო, იდეალური ფასი ავარჩევთ, მე დაურეკავთ თვითონ იყიდიან, მოვლენ რა. ეს მოკლედ და დიზაინში როგორია ნახეთ.
ზუსტად ესაა ხო რაც მუშაობა დაიწყეს მაგ ბიჭებმა ჩვენ სახლში ღე არ გასულა რომ არ ემუშავთ დრო გვითხრეს 2 თვე ნახევარი ყველაზე დიდი დრო აქვს ნათქვამის 3 თვე რა თქმა უნდა ფას არ ვიტყვი ძალიან ისეთი ადეკვატური ჯიგრული აი ძალიან მაგარი ფასი გვითხრეს 2 ჯერ იაფი გვითხრეს მინიმუმ ვიდრე დანარჩენმა 11-მა კომპანიამ რუსებს ვაფშე გადაჭრილი აქვთ თავზე რამდენს ბაზრობდი ნია დავკარგე ეს არ უნდა შემოუშვა რა ნია ეკეტა თუ რა ხდება? ნახე, ზუსტად წამოვიდა. ტუალეტში რო გვაქვს, ზუსტად ეგეთი ფილა გაიჩიტა. ზუსტად ისაა, რაც იმაშია, საფირფარეშოშია ეხა. აი, ერთი უკვე ავარჩია. აი, ნახეთ, პირველი საფირფარეშოს კედელზე რო არის რა. როდესაც შეყარებული გაყოლებათ და მეუღლეთ გორგიებში და ნოვებში არ წამოყვეთ. 5 წუთში მომაკითხავს ეხა და დავეხმარე და ხალი გააძრო. აბანო არის აი ეს გვაქვს ზუსტად. და ამის კვადრატულის ფასი არის 100 ლარი. რამბავია ბლე. არჩერამე მოგეწონა. ეს ერთი მომეწონა დანარჩენზე კიდე. აი ძმაო შემოსასვლელში რო გვაქვს ეს კედლის პანელი. ნეამეძახი. აი ეს მაიცადე შემოხეთ ავარჩიეთ აი ეს მოდი რაღაცა 1-2 სიტყვა გითხარი გოგო სულ ჩემი კარგი ვენი ამანო შეიკრა ვინმოძებნა მოდი შენი და კალები ვიყო როშა ო აშობი ვიჯო ეს ჭორაობას რო ვიწყებთ ასე დღეში ვარდები აბა მოყევით დღეს ამე ამბები თუ იცი საათ ჩემი დედამო მანდარიტკო ჩემი დედა გეუბნები ნახე ფოტო გადმოიწერეს ნავასტროიკის მესამე პადიეზდის ქვემო ვინ შეარჩია ეს ყველაფერი ნეტა ეს ყველაფერი შეარჩია გიორგი თან დარბოდა ვიდეოებს იღებდა ჯერათ მაგის ახლა დოთიაშვილმა გამიტეხა 12000 ლარის კამერები ეხებოდი შემოგიხდია 13000 ლარის კამერები დაულეწე? ო და ესე მეგობრებო, საშვილიშვილო ვალი დაიდო ამბი. კამერა გაუტეხეთ 13000 ლარები. ხო ხალია, ყველგან ამაყავს მაგი. 12000 ლარი და გავაკეთებინეთ და იმასაც მისასვლელებია. გორგიადან გამოვედით და რა ბედნიერები ვარ. აფში არ გვიჩხუბია საერთოდ. ახლა ვიტყვი. თქვი? მოდის და ანუ სკროლს მე ეს მომწონს. სკროლავს მე. კიდე? დავიღალე. მეც დავიღალე. გეგონება იმ ირანიდან ჩამივიტანი ეს გრანიტები. ჩემი ჩამოტანილია ეს დედამო ხაზი ქონდა და დგას და ნერვები ეშლება. მომწონსო იმიტომ რომ საჩვენებელ გრანიტს რომ დეფექტიანი ხაზი აქვს, ეს იმას ანიშნავს რომ ბევრად ყველა გრანიტს ასე დეფექტიანი ხაზი აქვს. გამოდი გოგო, თორე დაგეჯახები. შეუვარდები ახლა მანქანას. და იმ სახში შენი ცხოვრებ. კარგი. მე გაკეტილია. ხო, ძალიან კარგი. მარტო 20000 ჯდება ჩვენი ჭერი. ყველაზე ძირიანი მან. კარის კომპანია გაქვთ ვინმეს ან იცით. ან შეღავათიან ფასად გაგვიკეთებს, ან დაგვეხმარებიან მართლა. ან ანგარიშის ნომერი რო დაუდრო. არა ბიჭო, რა ჩემ 5. კიდე ვარ ტექნიკა. ალტა. ელექტრონიკა. აუ და ვიღალე გიორგი. მეც ტილი მომენტი.